ესე იგი ამ ნუკი კოშკელიშვილზე ხო ვიყავი გაცოფებული ის რაღაც თავისი გასახდომი ვიტამინები რომ გამოუშვა და ბუნების ოზემპიკი რომ მიატყეპაზეთ სახელად, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ რაღაც პირველად შემეცოდა ეს ადამიანი, ნუ პრინციპში შემშესაძოდი რა ჭირს, მაგრამ რაღაც სტატია მომიგდო, მოკლედ სადაც ესე იგი ნუკის ინტერვიუა თუ მოკლედ მისი სტატია არა, სადაც თავიდან აჩვენებს მის სხეულს როგორი იყო ორსულობამდე და შემდგომ აი მშობიარობიდან მეორე დღეს, მეოთხე დღეს და ნუ პრინციპში მის მესიჯი არის ის, რომ ანუ არავინ არ არის იდეალური, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ეს რაღაცა ფოტოშოპით გაპრიალებული სხეულები არ აქვთ ყოველთვის ცნობილ ადამიანებსაც ხო, იმიტომ რომ ნუ მშობიარობის შემდგომ ფორმების აღდგენას დრო სჭირდება და ანუ ბუნებრივად როგორც გამოიყურება სიტყვაზე მეორე დღეს, მეოთხე დღეს აი ეს ვიდეოები თუ ფოტოები უტევს და ვაიმე ხახო თქვენი ქარიცით კომენტარებში რა ხდება? ნუ ძირთად ქალები, აი სულ ვიძახი ხო ვისაც არ უნდა ეწყინოს, ნუ მასიურად ესეა, ეხა შეიძლება 1 და 2% გამონაკლისია, მაგრამ აი ეს ჩვენი ბებიების აი უფროსი თაობა სანამ აი ეს დინოზავრები არ გადაშენდებიან, იქამდე არაფერი არ გვეშველება. იქ ამ ჟუჟუნა და მაყვალა ბებიების კომენტარებია და ნუ მოკლედ აი რეებს უწერენ, ეხა ნუ არ გავიმეორებ და რაღაც. ეს არის გაბროტებული შეუმდგარი ქალები, რომელსაც რა ვიცი ალბათ რამდენიმე შვილის და შვილიშვილის აღზრდის და გაზრდის მეტი აღზრდაც ნაკლებად გაზრდის მეტი რომ არაფერი ცხოვრებაში არ უკეთებიათ დარწმუნებული ვარ. რა ვიცი ბავშვის გაჩენის იქით ცხოვრებაში ქმარი არ მიკარებიათ ალბათ ამდენი წლით უსექსობისგან განწარებულები, რა ვიცი აი ყველგან სადაც კი შევდივარ ხოლმე და აი რაღაცა ესეთი ოჯახური თემებია და თუ იქ ვინმე სისინებს აი ეს გაბოროტებული მაყვალა და ჟუჟუნა დეიდები, რომლებიც აი თითებს ვერ აჩერებენ და აი დარწმუნებული ვარ არც კარიერა ექნებათ მაგათ შემდგარი, არც არაფერი ნანახი, აი სახში ჭეჭყვის და რეცხვის და ხეხვის და ბავშვების ჯანჯღარის მეტი რომ არაფერი არ უკეთებიათ ცხოვრებაში და ვიღაც ახლა წარმატებული ან დაუშვათ რაღაც არასტანდარტული რაღაცა ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანი უნდა გათელონ, გადაუარონ და ამით იმაღლებენ თვითშეფასებას თუ აი არ ვიცი რა, აი არა ის თაობა უნდა გადაშენდეს, აი სხვა იმათ და მე რაღაცას რომ დაუწერ და რა თუ გონია გაიგებენ ან შერცხვებათ ან რაღაცა აქეთ გადმოდიან ისე აგრესიაზე და ნუ მოკლედ აი ეს საშინელი თაობა როგორც დინოზავრები ამოწყდნენ, აი ეს უნდა ამოწყდნენ აი ეს კუდიანი დედაბრები. არ უნდა გავთიშოთ მის რა ქვია მასიურად ყოველას ინტერნეტის შერეკო სამზარეულოში არ კუხნაში და იქიდან არ უნდა გამოყოფინოთ ცხვირი. რეები წავიკითხე, გადავირიე, თან განა 1 და 2 ათეულობით ესეთი კომენტარები, 2 დღის ნამშობიარები გოგო რაღაცა თავის ფორმებს გვიზიარებს და ჩადეს მიწაში, აი ესეთი სიბინძურეები და რა ვიცი რეები არ უწერეს.